გამარჯობა, მე ვარ დუდუ მესხი. დღეს მე და ჩემი ოჯახი პოლიციის სიონში ვიმყოფებით. აქ მეორეჯერ ვარ ნამყოფი. ეკლესიაში შევალ და დაკათვალიერებინებთ. პოლიციის სიონი მეხუთე საუკუნეში აიგო. ის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. პოლიციის სიონი პირველი ძეგლია საქართველოში, რომელიც ჩუქურთმებითა და ბარელიეფებით მორთეს. ქვაზე კვეთა უმაღლესი ოსტატობითაა შესრულებული. კედლებზე გამოსახულია როგორც წარმართული ხანის, ისე ქრისტიანული სიმბოლო ჯვარი. წვრაში ჩასმული ბოლოები გაბართოლებული ჯვარი, მეორე ნაირად ბორნული ჯვარი ქართულ ეროვნულ სიმბოლიკაში გამოიყენება. საყურადღებოა კედელზე არსებული სამი წარწერა, რომლებიც ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშებია. ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს მიშენებულია მცირე სამლოცველო, რომელიც მე-8 საუკუნისაა. გვერდითა სამრეკლო კი მე-17 საუკუნეში ააგეს. ამავე დროს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარეს. პოლიციის სიონი 2006 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურის უძრავი ძეგლია. პოლიციაში ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ, რომლებსაც შემდეგში გიამბობთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუსთან, სადაც პრეზიდენტს ამყარო. მიყვარხართ!